ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური ავიაიერიშები არ წყდება, იბომბება ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა და ლიბანში ჰეზბოლას პოზიციები. რამდენიმე საათის წინ ისრაელი თავს დაესხა ირანის ბირთვულ ობიექტებს, ინფრასტრუქტურას, რომელიც რაკეტების დასამზადებლად გამოიყენებოდა. საპასუხოდ თეირანის შტატებისა და ისრაელის სამხედრო ბაზებს სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყანაში ბომბავს. ისრაელს ლიბანიდან გაშვებული რაკეტების მოგერიებაც უწევს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჰეზბოლამ 200-მდე რაკეტით დაარტყა. იზრდება დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა. 13 დღის წინ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას დონალდ ტრამპი წარმატებულად მიიჩნევს, თუმცა აანონსებს, რომ კონფლიქტის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. მაშინ, როდესაც ამერიკის ლიდერი მტრის სამხედრო ინფრასტრუქტურას პრაქტიკულად განადგურებულად აცხადებს, თეირანი ოპერაციის ახალი ფაზის დაწყების შესახებ იტყობინება. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით ვრცელდება ახალი უზენაესი ლიდერის განცხადებაც. მოჩდაბა ხამენეის შურისძიებას და ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გახანგრძლივებას მთავარ პრიორიტეტად ასახელებს. ბეკა ბერიაშვილი დეტალებით. ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია კონფლიქტის მე-13 დღეს, რომელმაც თითქმის მთელი რეგიონი მოიცვა, ავიაიერიშები არ წყდება. იზრდება მსხვერპლთა რიცხვი, ეკონომიკური ზარალი კი მილიარდებს აღწევს. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში ოპერაცია ჭეშმარიტი დაპირება 4-ის მორიგი ტალღის დაწყების შესახებ აცხადებენ. პარალელურად კი ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ ირანში თავდასხმა განახორციელეს ბირთვულ ობიექტზე, რომელიც რაკეტების შესაქმნელად გამოიყენებოდა. ცოტა ხნის წინ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ახალი სულიერი ლიდერის აიათოლა მოჩტაბა ხამენეის პირველი მიმართვა გაავრცელა. როგორც განცხადებაში აღნიშნული, ირანის შურს იძიებს ომში დაღუპული მოქალაქეებისთვის. განცხადებაში, რომელიც ირანელ მოსახლეობას ტელეწამყვანმა წაუკითხა, მოჩტაბა ხამენეი ასევე აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადა უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ ვუგზავნით გზავნილს რეგიონის ლიდერებს და ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვექნება კარგი ურთიერთობები ჩვენს გარშემო არსებულ ქვეყნებთან. თუმცა ზოგიერთ ამ ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზების არსებობა და ამ ბაზების გამოყენება ირანზე თავდასხმისთვის. რეგიონისთვის სასარგებლო არ არის და ისინი უნდა დაიხუროს. როგორც ვთქვი, ჩვენ არ ვართ ჩვენს გარშემო არსებული ქვეყნების მტრები და მხოლოდ ამ ამერიკელების ბაზებს ვუმიზნებთ. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებმაც დაკარგეს შვილები, რადგან მე დავკარგე მამა, დავკარგე ცოლი. ჩემმა დამ დაკარგა შვილი და ქმარი, რომელიც მოწამეობრივად დაიღუპა. მაგრამ ის, რაც ჩვენთვის ამ ყველა გასაჭირის ატანას აადვილებს, არის ღვთისმადლის ნდობა და იმის ცოდნა, რომ მოთმინება ყველაფერს დაგვაძლევინებს. გარწმუნებთ ყველას, რომ ჩვენ შურს ვიძიებთ ჩვენი მოწამეებისთვის. ომის სასურველი შედეგით დასრულებაში დარწმუნებულია შეერთებული შტატებიც. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ირანთან ომში ძალიან კარგ მდგომარეობაშია და შეერთებული შტატები ვითარებას ყურადღებით დააკვირდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები დაგეგმილ გრაფიკზე სწრაფად მიმდინარეობს და ეს რამდენიმე კვირის ექსკურსია. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია. ჩვენ პატარა ექსკურსია გავაკეთეთ. რამდენიმე კვირა მოგვიწევს ამ პატარა რამდენიმე კვირიანი ექსკურსიის გავლა. ჩვენი სამხედრო ძალები წარმოუდგენელია, რბილად რომ ვთქვათ. გრაფიკზე ბევრად ადრე დავასრულებთ. ჩვენ მათი საზღვაო ფლოტი, მათი სამხედრო ძალები ყველა ფორმით გავანადგურეთ. ჩვენ თითქმის ყველაფერი გავანადგურეთ, მათ შორის მათი ხელმძღვანელობა ორჯერ გავანადგურეთ. ირანის პარალელურად კვლავ დაძაბული რჩება ვითარება ისრაელ-ლიბანის საზღვარზე, სადაც ორმხრივი იერიშები ომის დაწყების დღიდან ყოველდღიურად მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელი ლიბანში ოპერაციის გაფართოებისთვის ემზადება. მაღალჩინოსანი ასევე აფრთხილებს ლიბანის პრეზიდენტს ჯოზეფ აუნს, რომ თუ ლიბანის ხელისუფლება არ აღკვეთს ჰეზბოლას მიერ ისრაელზე თავდასხმებს, ამას ისრაელი თავად გააკეთებს. გუშინ ჰეზბოლამ ისრაელის სახელმწიფოს ძლიერი ცეცხლი გაუხსნა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ძლიერი რეაგირება მოახდინეს დაჰიაში და ჰეზბოლას სამიზნების წინააღმდეგ მთელ ლიბანში. პრემიერ-მინისტრმა და მე დავავალეთ ისრაელის თავდაცვის ძალებს. მოემზადონ ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების საქმიანობის გაფართოებისთვის და ჩრდილოეთ თემებში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად. ჩვენ მოქალაქეებს მშვიდობასა და უსაფრთხოებას დავუპირდით და ზუსტად ამას გავაკეთებთ. თავის მხრივ ისრაელზე საჰაერო იერიშებს აგრძელებს ირანი. თეირანში აცხადებენ, რომ თავდასხმის სამიზნე გახდა ამერიკა, ისრაელის სამიზნეები, თელ-ავივში და რეგიონის ამერიკული ბაზები. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს კრემლში ეხმაურებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელსა და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს ირანზე თავდასხმების შეწყვეტონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასყდნენ. ამასთან კრემლის პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა ვაშინგტონს და თელ-ავივს ბრალს ორმაგ სტანდარტებში სდებს.
ჩვენ მიუღებლად მივიჩნევთ ირანში, მეზობელ არაბულ ქვეყნებში და სხვაგან სამოქალაქო სამიზნეებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს და ისრაელს შეწყვიტონ აგრესიად დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. აუცილებელია, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების ყველა მხარემ, მათ შორის ჩვენმა არაბმა პარტნიორებმა, გადადგან ნაბიჯები სიტუაციის მოსაგვარებლად. მათ უნდა გამოიჩინონ საღიაზრი და თავშეკავება, უარი თქვან ორმაგ სტანდარტებზე და დაუბრუნდნენ ძალისხმევას, რათა სწრაფად დასრულდეს დაპირისპირება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარმა ვითარებამ მსოფლიო ეკონომიკაზე დრამატული გავლენა მოახდინა. კვლავ ჩაკეტილი რჩება ჰორმუზის სრუტე, სადაც პლანეტის ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა უკვე მეორედ $100 გადააჭარბა, რაც ბოლო 4 წლის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. მედიის ცნობით, ირანში მიმდინარე ომში შეერთებულ შტატებს დიდი დანახარჯი აქვს. New York Times-ის ინფორმაციით, ირანის ომის პირველი 6 დღე შეერთებულ შტატებს $11.3 მილიარდ მეტი დაუჯდა. გამოცემის ინფორმაციით, კონფლიქტის პირველ 2 დღეში დაახლოებით $5.6 მილიარდი ღირებულების საბრძოლო მასალა დაიხარჯა. რეგიონში დღითიდღე რთულდება ჰუმანიტარული ვითარებაც. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ირანში შეერთებული შტატების და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ 3.200.000 ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებასთან ერთად ეს რიცხვი გაიზრდება.